97 ამოცანა. იპოვეთ სხეულის წონის რა ნაწილს შეადგენს ჰაერის წინამდებობის საშუალო ძალა. თუ დედამიწის ზედაპირიდან ვერტიკალურად ასროლი სხეული ზევით მოძრაობას ორჯერ უფრო ნაკლებ დროს ანდომებს, ვიდრე ქვევით მოძრაობას. ესე იგი, T2 არის ესე იგი ორჯერ T1-ის ტოლი. T2 არის ქვევით მოძრაობის დრო, T1 არის ზევით მოძრაობის დრო. და გვეკითხებიან ჰაერის წინამდებობის ძალა სიმძიმის ძალის რა ნაწილს შეადგენს, ესე იგი ეს მათი შეფარდება არის. აი წარმოვიდგინოთ, ესე იგი, რომ აი აქედან ავისროლეთ სხეული რაღაც საწყის სიჩქარით, რომელიც არ ვიცით რის ტოლია, ავიდა ეს სხეული უმაღლეს წერტილში და მე იქიდან ჩამოვარდება ქვევით. აქ უმაღლეს წერტილში სიჩქარე ცხადია 0-ის ტოლი იქნება. მოდი დავწეროთ ამ სხეულის ქვევიდან ზევით მოძრაობა. ის ფორმულა, ესე იგი აშის T-ზე დამოკიდებულების ფორმულა. ეს არის V0 T1 minus A პირველი T1 კვადრატ ნახევარი. მეორე სხულის ეს ასვლის დრო T1 შეიძლება ვიპოვოთ შემდეგი მოსაზრებიდან. ნახეთ, სიჩქარის დროზე დამოკიდებულების ფორმულა მან დროს იქნება V0 minus A პირველი T1. და T1 დროში ეს სხეული გაჩერდება, ამიტომ V გახდება 0-ის ტოლი. მასადამე V0 ტოლი იქნება A1 T1. ეს რო აქ შევიტანოთ, აშისთვის მექნება A1 T1 გამრავლებული T1-ზე minus A1 T1 კვადრატ ნახევარი. ეხლა ესენი საერთო მნიშვნელზე რომ მივიყვანო, აშისთვის მექნება A1 T1 კვადრატ ნახევარი. ეს იყო ზევით როცა მოძრაობდა. ზემოთ მოძრაობის დროს. ეხლა ქვევით როცა მოძრაობს, სხეულს საწყის სიჩქარე არ აქვს, მოძრაობს ქვევით A2 აჩქარებით და A-ში იქნება A2 T2 კვადრატ ნახევარი. სადაც T2 არის ის დრო, რა დროშიაც ჩამოვა ქვევით. ეხლა მოდი დავხატოთ ამ სხეულზე მოქმედი ძალები. ერთ შემთხვევაში, როდესაც ზევით მოძრაობს, მეორედ როცა ქვევით მოძრაობს. ზევით მოძრაობის დროს M-ჟე ქვევით არის, ესე იგი ხახუნის ძალა, ესა წინამდებობის ძალაც ქვევით არის, ამიტომ გვექნება M-ჟე პლუს F წინამდებობის ძალა უდრის M-ას. აჩქარება ქვევით იქნება მიმართული. დავაგეგმილოთ ეს Y-ზე, რომელსაც ქვევით მიმართავ. მექნება M-ჟე პლუს წინამდებობის ძალა უდრის MA1. ეხლა განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც ეს სხეული ზედან ქვევით მოძრაობს. მაშინ სიმძიმის ძალა ცხადია ისევ ქვევით იქნება, მაგრამ ჰაერის წინამდებობის ძალა ზევით იქნება. სხეული მოძრაობს ქვევით. ამიტომ დაიწერება M-ჟეს პლუს წინამდებობის ძალა უდრის MA2-ს. ეხლა ეს დავაგეგმილოთ Y-ზე, რომელსაც ქვევით მიმართავ. ყოველთვის აჩქარების მიმართულებით მირჩევნია დავაგეგმილო. მექნება M-ჟეს მინუს წინამდებობის ძალა უდრის MA2-ს. ეს კი აქედან A პირველი შემიძლია ვიპოვო. პირველი ფორმულიდან A პირველი არის M-ჟეს პლუს F წინამდებობის ძალა M-თან, ხოლო A2 ქვედა ფორმულიდან A2 არის M-ჟეს მინუს F წინამდებობის ძალა შეფარდებული M-თან. ეს აჩქარებებს რაც ეხება. ეხლა აშები ვიცით რომ ტოლი არის. ესე იგი A1 T1 კვადრატ ნახევარი უდრის A2 T2 კვადრატ ნახევარს. ეს ორები გაიკვეცება და აქ შემიძლია A1 და A2 შევიტანო. ესე იგი M-ჟე პლუს F წინამდებობისა M-ზე T1 კვადრატი უდრის M-ჟეს მინუს F წინამდებობისა M-ზე T2-ის კვადრატი. მეორე სხული T2 არის ორჯერ T1-ის ტოლი. შევიტანოთ აქ, აქ M-ები გავკვეცოთ, აქ მექნება M-ჟეს პლუს F წინამდებობის ძალა T1-ის კვადრატზე, იქნება M-ჟეს მინუს F წინამდებობის ძალა 4ჯერ T1-ის კვადრატი. ეს T1-ის კვადრატები გაიკვეცება. ხო, ახლა აქ შეგვიძლია
ფრჩხილები გავხსნათ, mg plus f წინამდებობის ზალა უდრის 4mg-ს მინუს 4f წინამდებობის ზალა. აქედან 5-ჯერ f წინამდებობის ზალა უდრის 3mg-ს და ამიტომ f წინამდებობის ზალა არის 3/5 mg-ს ტოლი. ესე იგი რა ნაწილს შეადგენს, ესე იგი წინამდებობის ზალა სიმძიმის ზალის 3/5-ს. ერთის 98 ამოცანა. 60 გრადუსი კუთხით დახრილ სიბრტყეზე 10 კილოგრამი მასის ურიკის შესაჩერებლად საჭიროა მოვდოთ მას დახრილი სიბრტყის პარალელურად ზევით მიმართული 75 ნიუტონი ძალა. ხოლო ზევით ასატანად 95 ნიუტონი ძალა. იპოვეთ ხახუნის კოეფიციენტი. ჩავწეროთ მოცემულობა, ალფა არის 60 გრადუსი, მასა სხეულის არის, ესე იგი 10 კილოგრამი, ესე იგი f პირველი არის 75 ნიუტონი, ხოლო f2 არის 95 ნიუტონი. და გვეკითხებიან ხახუნის კოეფიციენტს. დავხატოთ ესე იგი ეს სხეული დახრილ სიბრტყეზე. ეს არის ალფა კუთხე, ეს არის სხეულია დახატული და რა ძალები მოქმედებენ მასზე. დავხატოთ mg, მერე რეაქციის ზალა n, ესე იგი ეს სხეული ცდილობს ჩამოსრიალებას, ესე იგი როგორც ჩანს ხახუნის ზალა არ ყოფნის რომ გაჩერდეს, ამიტომ ჩვენ ხახუნის ზალას ვეხმარებით f პირველი ძალით. დავწეროთ ამისთვის ნიუტონის მეორე კანონი. ესე იგი mg plus n plus f1 plus ხახუნის ზალა უდრის 0-ს, გაჩერებულია სხეული. დავაგეგმილოთ ეს, მოდით თქვათ იყოს ერთი ღერძი ეს, x ღერძი, მეორე ღერძი იყოს ეს, y ღერძი. აქედან ეს mg ძალის დაგეგმილება მოგვიწევს. გვექნება f პირველს plus f ხახუნი minus mg sinus alpha, იმიტომ რომ ნახეთ, აი ეს მდგენელია, რომელიც აი ამ ალფა კუთხის სათვის მოპირდაპირე არის, ხო? უდრის 0-ს. მეორე სრული ხახუნის ზალა არის μ n-ის ტოლი. ეხლა n-ი რო დავადგინო, აი ამ y ღერძზე უნდა დავაგეგმილო იგივე ვექტორული განტოლება. ესე იგი ეს იქნება n minus mg cosinus alpha უდრის 0-ს. შევიტანოთ აქა, გვექნება f1 plus μ mg cosinus alpha minus mg sinus alpha უდრის 0-ს. აქედან μ mg cosinus alpha არის mg sinus alpha minus f1. ასე რომ μ შეგვიძლია აქედანვე დავადგინოთ, ის მეორე მონაცემები არც გვჭირდება. mg sinus alpha minus f1 შეფარდებული mg cosinus alpha-ზე. ყველაფერი ვიცით და აქედანვე დავადგენთ. 99. თითო კილოგრამი მასის ორი ძელი მოთავსებულია ისე, როგორც ერთის 18 სურათზეა გამოსახული. ზედა ძელი კედელზეა მიბმული. რა ძალაა საჭირო ქვედა ძელის გამოსაცლელად? თუ ხახუნის კოეფიციენტი მის ორივე ზედაპირზე ერთნაირია და უდრის 0.3/1000-ს. ხო, ხახუნის კოეფიციენტი არის μ მოცემული, არის 0.3/1000, მასები ტოლი არის, m1 უდრის m2 და უდრის 1 კილოგრამს და რა ძალა უნდა მოვდოთ, რომ გამოვაცალოთ ეს ქვედა ძელი. აი დავხატოთ ესე იგი სურათი, ეს არის ჰორიზონტალური ზედაპირი, ეს არის ერთი ძელი, ეს არის მეორე ძელი, ერთნაირებია ეგენი, აქ არის თოკი და აქ ჩვენ მოქმედებთ რაღაცა f ძალით.
მოდით დავხატოთ თითოეულ სხეულზე მოქმედი ძალები. მოდით დავიწყოთ, თუ გნებავთ თქვათ ქვედა სხეულიდან. ესე იგი, ამაზე მოქმედებს mg თავის სიმძიმის ზალა. გარდა ამისა, ესე იგი, ეს სხეული ეხახუნება აი ამ ქვედა ზედაპირს, ამიტომ იმოქმედებს აქ f ხახუნის პირველი დავარქვათ ამას. ესე იგი, ეს აწვება ქვედა საყრდენს, ამიტომ აქედან იმოქმედებს, ესე იგი, n რეაქციის ზალა, n1 დავარქვათ. ეხლა ზედა სხეულს რაც ეხება. ესე იგი, ზედა ხო, და კიდე ეს ასევე ეხახუნება მეორე ზედაპირს. ამიტომ აქაც იმოქმედებს მასზე f ხახუნის მეორე ზალა. გაიგეთ, ის კი აი აქაც იქნება ხახუნი, რომელიც ეწინააღმდეგება ამის გამოსრიალებას. ეხლა ამ ზედა სხეულზე მოქმედებს თავის სიმძიმის ზალა m2g. ეს აწვება ამას და ამიტომ მოქმედებს რეაქციის ზალა n2. ეხლა ეს რო აწვება, ამიტომ ესე იგი n2-ის ტოლი ზალა კიდე იმოქმედებს ქვედა სხეულზე. ხო, და გარდა ამისა, აი ამას ქაჩავს ხახუნის ზალა, აი ამ ხახუნის ზალის საწინააღმდეგოდ მიმართული f ხახუნის მეორე და აი ამ თოკის დაჭიმულობის ზალა კიდე t. ხო, მოდით ჩავწეროთ ესე იგი ახლა ნიუტონის მეორე კანონი თითოეული სხეულისთვის. მოდით ზედა სხეულიდან დავიწყოთ. ესე იგი m2g პლუს n2 პლუს t დაჭიმულობის ზალა პლუს f ხახუნი 2 უდრის 0-ს. ამას აჩქარება არ აქვს. ეხლა მოდი ქვედა სხეულისთვის დავწეროთ. m1g პლუს n2-იც მოქმედებს მასზე, პლუს n1 მოქმედებს, პლუს f ხახუნი 1 პლუს f ხახუნი 2 პლუს f ზალა. ესეც უდრის 0-ს. ხო, მოდი დავაგეგმილოთ ახლა ეს განტოლებები, მოდი ჯერ x ღერძზე, x იყოს ჰორიზონტალურად მიმართული. ჯერ ზედა განტოლება. აქ mg n2 ამოვარდება, გვექნება f ხახუნი 2 მინუს t უდრის 0-ს. ამ მიმართულებით სხვა ძალები ზედა სხეულზე არ მოქმედებს. ეხლა ქვედა სხეულზე f მინუს f ხახუნი 1 მინუს f ხახუნი 2 უდრის 0-ს. იმიტომ რომ ამ მიმართულებით სხვა ძალები ქვედა სხეულზე აღარ მოქმედებენ. ეხლა რაც შეეხება ხახუნის ძალებს, f ხახუნი 2 არის μ n2. ხოლო f ხახუნი პირველი არის μ n პირველი. ეხლა n2 და n პირველი რო დავადგინო, იგივე ეს განტოლებები უნდა დავაგეგმილო ეხლა y ღერძზე. აი დავაგეგმილოთ y ღერძზე. ზედა სხეულისთვის მივიღებთ, რომ n2 მინუს mg უდრის 0-ს, ანუ n2 უდრის mg-ს, ეს დამთავრდება. ეხლა ქვედა სხეულისთვის y-ზე დაგეგმილება, ზევით არის მიმართული n1 მინუს n2 მინუს mg უდრის 0-ს. ასე რომ n1 იქნება n2 პლუს mg. მაგრამ n2 თვითონ mg-ს ტოლი იყო, ამიტომ 2mg გვექნება. მარსადმე ეს რო გამოვასრიალოთ ეს სხეული f-ი, საჭირო იქნება, როგორ დავწერეთ ეს იგი ამ ფორმულიდან f ხახუნი 1 პლუს f ხახუნი 2. ესე იგი f ხახუნი 1 გამოვიდა μ 2mg პლუს f ხახუნი 1 μmg გამოვა μ 3mg. მართალია ეს ზალა ცვალებადი იქნება, იმიტომ რომ როგორც კი
ეს არის საწყის მომენტში ძალა და მერე ეს ძალა შემცირდება, იმიტომ რომ ნაკლებად დააწვება ეს ზედა სხეული ქვედა სხეულს. ერთის მეასე ამოცანა. თოვლიანი გორაკიდან ჩამოსრიალდა ციგა და გაჩერებამდე გზის ჰორიზონტალურ უბანზე 20 მეტრზე გასრიალდა 10 წამში. გაიგენ ხახუნის კოეფიციენტი. დავხატოთ სურათი. ეს არის თოვლიანი გორაკი. აქედან ჩამოსრიალდა და აქ გაიარა 10 წამში გაიარა 20 მეტრი. 10 წამი დაჭირდა და ეს არის 20 მეტრი და აი გაჩერდა. ხო, ესე იგი, ეხლა აი აქ სხეულზე მოქმედებს სიმძიმის ზალა, mg და რეაქციის ზალა, ცხადია და ხახუნის ზალა. ეს ხახუნის ზალა ანიჭებს მას აჩქარებას. ესე იგი, ეს ხახუნის ზალა იქნება m-a სტოლი. ეს აჩქარება იქნება, სიჩქარე ესე იყო მიმართული, აჩქარება საპირისპიროდ. ეს არის a, ეს არის v. ხო, ესე იგი, ხახუნის ზალა არის μ-mg სტოლი, აქ ჰორიზონტალურ უბანზე, ხო? ამიტომ აჩქარება იქნება μ-g სტოლი. აი ესეთი აჩქარებით მოძრაობს ეს სხეული. ხო, ეხლა თვითონ რადგან a-ში მანძილი გაიარა, ეს a-შისთვის შეიძლება დავწეროთ, რომ ეს არის აი ამ წერტილში ქონდა რაღაცა v0 სიჩქარე v0 t minus a t კვადრატ ნახევარი, რადგან შენელებული მოძრაობა. ხოლო ეს გაჩერების დრო ჩვენ შეგვიძლია იმით დავადგინოთ, რომ სიჩქარე ეს ფორმულა არის v0 minus at და გაჩერებამდე რო განვიხილოთ, ეს ფორმულა, როცა გაჩერდება v გახდება 0. უდრის v0 minus at. ასე რომ v0 იქნება at სტოლი. აქ რო შევიტანოთ a-შისთვის გვექნება at გამრავლებული t-ზე minus at კვადრატ ნახევარი, ამიტომ a-შისთვის გვექნება at კვადრატ ნახევარი. ნუ a-ში კი არა, s-ით ავნიშნოთ ეს მანძილი. s-ით ავნიშნოთ ეს მანძილი. s-ი. ხო და ესე იგი, ნუ ხოლმე მეორე მხრივ არის μg სტოლი, ასე რომ s-ი არის μg t კვადრატ ნახევარი. აქედან ხახუნის კოეფიციენტს დავადგენთ. μ არის 2s g t კვადრატი. ას მეერთი ამოცანა. დამუხრუჭების დაწყებიდან რამდენი წამის შემდეგ გაჩერდება 12 მეწამის სიჩქარით მოძრავი ავტომობილით, ხახუნის კოეფიციენტი 0,4 არის. ნუ ფაქტურად ანალოგიური ფორმულით შეგვიძლია ვისარგებლოთ. აქ მოცემულია, რომ v0 არის 12 მეტრი წამი, ხახუნის კოეფიციენტი μ არის 0,4 და რა დროში გაჩერდებაო? t არის კითხვის ნიშანი. ესე იგი, დავხატოთ ეს სხეული, ესე იგი ეს არის mg, ეს არის n, მოძრაობდა აქეთ, ესე იგი თქვა v0 სიჩქარით, ხახუნის კოეფიციენტი იქნება სიჩქარის საწინამდე ხახუნის ზალა, ამიტომ დაიწერება, რომ f ხახუნის ზალა უდრის m-ას. მეორეს მხრივ ხახუნის ზალა არის μ-mg, გაუტოლოთ ერთმანეთს, μ-mg უდრის m-ას, ესენი გაიკვეცება და აჩქარება არის μ-g სტოლი. ახლა სიჩქარისთვის დავწეროთ ფორმულა v0 minus at. როცა გაჩერდება, v გახდება 0 სტოლი, 0 არის v0 minus at, ანუ v0 არის at სტოლი. შევიტანოთ აქ a, v0 არის μg t, ასე რომ t იქნება v0 μg-ზე. აი ეს არის ჩვენი პასუხი. ას მეორე. რა უმცირესი რადიუსის რკალზე შეიძლება მოუხიოს 36 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა, თუ გზაზე საბურავის სრიალის ხახუნის კოეფიციენტი 0,25-ია. ეს იგი სიჩქარე არის
36 კილომეტრი საათში, ეს რო გადაიყვანოთ, ეს არის 10 მეტრი წამში. ხო, ხახუნის კოეფიციენტი μ არის 0.25 და რა უმცირესი რადიუსის რკალზე შეუულია მოძრაობა. ხო, ეხლა სხეულზე, რომელიც თქვათ რაღაცა წვეწირზე იმოძრავებს, ეს არის თქვათ ცენტრი, აი იმის გარშემო. მასზე იმოქმედებს, ესე იგი, ხახუნის ზალა, რომელიც ანიჭებს მას, ესე იგი, ხახუნის ზალა აქეთ იქნება მიმართული, რომელიც ანიჭებს მას ცენტრისკენ ლაჩქარებას. ამიტომ დაიწერება ხახუნის ზალა არის MA ცენტრისკენული, ხახუნის ზალა არის μ n ამ შემთხვევაში mg არის, ამიტომ დაიწერება μmg არის mv კვადრატი შეფარდებული r-ზე. მასები გაიკვეცება, აქედან v კვადრატი იქნება μg r-ზე. ასე რომ v იქნება ფესვი μg r-დან. მესამე ამოცანა. ჰორიზონტისადმი 30 გრადუსიანი კუთხით მიმართული 30 ნიუტონი ძალა ჰორიზონტალურ ზედაპირზე ამოძრავებს 5 კილოგრამი მასის სხეულს. გაიგეთ სხეულის სიჩქარე მოძრაობის დაწყებიდან 10 წამის შემდეგ, თუ ხახუნის კოეფიციენტი 0.2 არის. ესე იგი, ალფა არის 30 გრადუსი, ძალა F არის 30 ნიუტონი, მასა სხეულისა არის 5 კილოგრამი და ხახუნის კოეფიციენტი μ არის 0.2. და გვაკითხებიან 10 წამის შემდეგ რა სიჩქარეს მიაღწევს სხეული. V არის კითხვის ნიშანი. დავხატოთ, ესე იგი, ეს არის ჰორიზონტი, ეს არის რაღაცა სხეული და ჰორიზონტისადმი 30 გრადუსიანი კუთხით მოქმედებს, ესე იგი, ეს F ძალა. კიდე რა ძალები მოქმედებენ სხეულზე? mg მოქმედებს რეაქციის ზალა n, მოქმედებს ხახუნის ზალა F ხახუნის. დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. mg plus F plus n plus ხახუნის ზალა არის ma სტოლი. დავაგეგმილოთ ეს აი ამ x ღერძზე. გვექნება, ეს არის ალფა მოცემული. ესე იგი, f კოსინუს ალფა მინუს f ხახუნი უდრის m-ას. ხახუნის ზალის ფორმულა არის μ n სტოლი. ეხლა n რო გავიგოთ, უნდა დავაგეგმილო აი ამ y ღერძზე. ესე იგი, მექნება n-ს პლუს f სინუს ალფა მინუს mg უდრის 0-ს. ამიტომ n იქნება mg-ს მინუს f სინუს ალფა. შევიტანოთ ეს ამ ფორმულაში, მექნება f კოსინუს ალფა მინუს μ mg მინუს f სინუს ალფა უდრის m-ას. ასე რომ აჩქარება აქედან შეგვიძლია დავადგინოთ f კოსინუს ალფა მინუს μ mg მინუს f სინუს ალფა გაყოფილი m-ზე. ხოლო რაც შეეხება სიჩქარეს, ეს იქნება AT სტოლი. მეოთხე ამოცანა. ორ გადაბმულ ციგას მიასრიელებენ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ჰორიზონტისადმი 45 გრადუსიანი კუთხით მიმართული 120 ნიუტონი ძალის მოქმედებით. თითოეული ციგის მასა 10 კილოგრამია. იპოვეთ მათი აჩქარება, თუ ხახუნის კოეფიციენტი 0.05-ია. მოცემულია, რომ m1 უდრის m2-ს და უდრის 10 კილოგრამს. ალფა კუთხე არის 45 გრადუსის სტოლი, f ძალა არის 120 ნიუტონის სტოლი და ხახუნის კოეფიციენტი μ არის 0.05. უნდა ვიპოვოთ, ესე იგი, ამ სისტემის აჩქარება.
დავხატოთ ესე იგი ეს სურათი, ეს არის თქვათ ერთი ციგა, თოკით არის გადაბმული მეორე ციგა და ამ ციგაზე მოქმედებს ეს ძალა კუთხით. ეს არის ალფა კუთხე. დავხატოთ თითოეულ სხეულზე რა ძალები მოქმედებენ. ამაზე მოქმედებს mg, მოქმედებს n პირველი რეაქციის ძალა, მოქმედებს f პირველი ხახუნის ზალა, მოქმედებს თოკის დაჭიმულობის ზალა t. ეხლა მეორე სხეულზე მოქმედებს mg ზალა, ნუ მასები ერთნაირია, მოქმედებს n2 რეაქციის ზალა, მოქმედებს ეს t დაჭიმულობის ზალა და მოქმედებს აქ f მეორე ხახუნის. დავწეროთ თითოეული სხეულისთვის ნიუტონის მეორე კანონი. აი, თქვა პირველი სხეულიდან დავიწყოთ. mg plus n პირველი plus f plus t plus f პირველი ხახუნი უდრის m-ას. ეხლა მეორე სხეულისთვის. mg plus n2, ნუ ეს ვექტორებია ყველა. plus t plus f ხახუნი მეორე უდრის m-ას. დავაგეგმილოთ ახლა ესენი განტოლებები x ღერძზე. x ღერძზე დაგეგმილებით f კოსინუს ალფა მინუს f პირველი ხახუნი მინუს t უდრის m-ას. ახლა მეორე განტოლება დავაგეგმილოთ t-ს მინუს f მეორე ხახუნისა უდრის m-ას. ნუ მოდით შევკრიბოთ ესე იგი ეს განტოლებები და გვექნება f კოსინუს ალფა მინუს f პირველი ხახუნის მინუს f მეორე ხახუნის უდრის 2ma. აქ t-ები გაიკვეცება. ეხლა f პირველი ხახუნის ეს არის μn1, ხოლო f მეორე ხახუნის არის μn2. ეხლა რო გავიგოთ n1 და n2, ეს განტოლებები y ღერძზე დავაგეგმილოთ. გვექნება n პირველი პლუს f პირველი სინუს ალფა მინუს mg უდრის 0-ს. აქედან n პირველი არის mg-ს მინუს f1 სინუს ალფა. ეხლა აი აქ მეორესთვის უფრო მარტივია n2 მინუს mg უდრის 0-ს, რადგან ამ მიმართულებით არანაირი აჩქარება არ აქვს. ასე რომ n2 არის mg-ს ტოლი. მასთან მე აქედან აჩქარება ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ უკვე ეს არის f კოსინუს ალფა მინუს μ n პირველი mg მინუს f სინუს ალფა მინუს μ mg შეფარდებული 2m-თან. აი ეს იქნება აჩქარება, რომლითაც ესე იგი ეს ციგები იმოძრავებენ. ას მეხუთე ამოცანა. ორ გადაბმულ ერთნაირ ციგას მიასრულებენ ჰორიზონტისადმი 45 გრადუსიანი კუთხით მიმართული 120 ნიუტონი ძალით. იპოვეთ თოკის დაჭიმულობის ზალა ციგებს შორის. ეს ფაქტიურად არის თუ ხახუნის კოეფიციენტი მოცემულია. ეს არის ფაქტიურად იგივე ამოცანა, რაც წეგან გავაკეთეთ. ესე იგი აქედან გამოვიყენოთ პირდაპირ ესე იგი აჩქარების ფორმულა. აჩქარება იყო f კოსინუს ალფა მინუს μ mg მინუს f სინუს ალფა მინუს μ mg შეფარდებული 2m-თან. და ეს ფორმულა შეგვიძლია შევიტანოთ, ნუ მაგალითად მეორე ფორმულაში. იქ იყო t-ს მინუს f ხახუნი მეორე უდრის m-ას. ასე რომ აქედან დაჭიმულობის ზალას ვიპოვით ესეთნაირად f ხახუნი მეორე პლუს ma, ანუ f ხახუნი მეორე არის μ mg პლუს ma, სადაც აჩქარებას შევიტანთ აი აქედან აქ.
106 ამოცანა. რკინის ვერტიკალურ კედელზე მიკრულია 50 გრამი მასის მაგნიტი. მაგნიტი რომ თანაბრად ჩამოასრიალოთ, საჭიროა ქვევით მიმართული 1.5 ძალის მოდება. რა ძალით ეკვრის მაგნიტი კედელს? ხახუნის კოეფიციენტი 0,2-ია. ჩავწეროთ ესე იგი მოცემულობა, მასა არის 50 გრამი, F ძალა არის 1.5 ნიუტონი და ხახუნის კოეფიციენტი μ არის 0.2. რა ძალით ეკვრის მაგნიტიო? ნუ რაღაცა F1-ით აღნიშნოთ ეს. ეს არის ჩვენი ვერტიკალური კედელი, აქ არის ეს სხეული, რომელიც ეკვრის მაგნიტს, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ მაგნიტი მას იზიდავს რაღაცა F პირველი ძალით. ეს აწვება მაგას და ამიტომ ესე იგი ეს წარმოიშობა ხახუნი რა იყო? დრეკადობის ზალა, რომელიც იქნება ამ ზედაპირის პერპენდიკულარულად. ქვევით მოქმედებს სიმძიმის ზალა და აი კიდე მოქმედებს, რომ ჩამოასრიალოთ ქვევით, ესე იგი ეს F ზალა. და ზევით იქნება მიმართული ეს F ხახუნის ზალა. ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. ესე იგი mg-ს პლუს ეს F-ი პლუს F1 ეს რა ძალითაც მიეკრობა პლუს n-ი პლუს ხახუნის ზალა უდრის 0-ს, იმიტომ რომ თანაბრად ვამოძრავებთ, ესე იგი ქვევით ვამოძრავებთ, ქვევითაა მიმართული. აქედან გვექნება F-ს პლუს mg მინუს F ხახუნის ზალა უდრის 0-ს. ხახუნის ზალა F ხახუნი არის μ n-ის ტოლი. დავაგეგმილოთ ამ მიმართულებით, ეს იყოს x მიმართულება და გვექნება, რომ n-ი უდრის F1-ს. აი ეს არის ზუსტად საძიებელი ძალა. ესე იგი F-ს პლუს mg მინუს μ F1 უდრის 0-ს. ამიტომ μ F1 იქნება F-ს პლუს mg და μ ტოლი იქნება F-ს პლუს μ კი არა F1-ს გთხოვენ. F1 ტოლი იქნება F-ს პლუს mg შეფარდებული μ-ზე. აი ეს არის ჩვენი პასუხი. 107 ამოცანა. ჰორიზონტალურ ზედაპირზე თანაბრად ამოძრავებენ 2 კილოგრამი მასის სხეულს. მასზე მიმაგრაებული ზამბარის მეშვეობით. გაიგეთ ზამბარის გაჭიმვა თუ მისი სიხისტეა 100 ნიუტონი მეტრზე. ხახუნის კოეფიციენტი 0,3-ია. ხო, ნუ ახლა აქ ჩავწეროთ, რომ ხახუნის კოეფიციენტი μ არის 0.3, მასა სხეულის არის 2 კილოგრამი. და ზამბარის სიხისტე არის 100 ნიუტონი გაყოფილი მეტრზე. უნდა დეფორმაცია, ანუ წაგრძელება გავიგოთ. აქ მდგომარეობა ეგეთი გვაქვს, რომ ესე იგი ამას ქაჩავენ დრეკადობის ზალით, ესე იგი ზამბარით, მოქმედებს სიმძიმის ზალა, მოქმედებს n რეაქციის ზალა, მოქმედებს ხახუნის ზალა. ნუ თანაბრად მოძრაობს, ესე იგი V არის კონსტანტა. მაგრამ ამ მიმართულებით მოძრაობს. ამიტომ ხახუნის ზალა სიჩქარის საწინააღმდეგოდ დავხატე. დრეკადობის ზალის გავლენით ეს მოძრაობს, ესე იგი დრეკადობის ზალას მინუს ხახუნის ზალა უდრის 0-ს. ამიტომ kx-ი უდრის μ-n-ს და n-ი ამ შემთხვევაში mg-ს ტოლია. kx-ი არის μ-mg და x-ი იქნება μ-mg შეფარდებული k-სთან. აი ესეთი ფორმულა მივიღეთ. მერვე ამოცანა. ქვემეხიდან გამოვარდნილი ჭურვის საწყისი სიჩქარე ჰორიზონტალური მიმართულებით 600 მეტრი წამია. იპოვეთ მაქსიმალური სიმაღლე, რომელსაც მიაღწევს ჭურვი, თუ მისი ფრენის სიშორე 12 კილომეტრია. მოცემულია, რომ V0x-ი
ეს არის 600 მეტრი წამში, ხოლო სიშორე S-ი არის 12 კილომეტრი, ანუ ესე იგი 12000 მეტრი. და გვეკითხებიან რა მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევსო? H მაქსიმალური არის კითხვის ნიშნის ტოლი. Ну, გავიხსენოთ ახლა აქ რა მდგომარეობა გვაქვს. ესე იგი, თუ ჰორიზონტისადმი რაღაცა კუთხით ვისრივით სხეულს, ხო? ესე იგი, დავშალოთ ეს საწყის სიჩქარე ორმდგენელად. ესე იგი, ეს არის V0x-ი, ეს არის V0y. საწყის სიჩქარის x მდგენელი და y მდგენელი. x ღერძის გასწვრივ მოძრაობა თანაბარი არის. ხოლო y ღერძის გასწვრივ ისეთი არის, როგორც ვერტიკალურად ასროლილი სხეულის მოძრაობა. ეხლა სიშორის ფორმულა როგორი არის? ნახეთ, V0x-ი გამრავლებული t ფრენის დროზე. და ფრენის დრო ეს არის ფაქტურად ვერტიკალის გასწვრივ ასვლა ჩამოსვლის დრო. ესე იგი, t ფრენის დრო ეს არის ორჯერ t ასვლის დრო. ანუ ასვლის დრო კი შეგვიძლია ვიპოვოთ V0y შეფარდებული ჟ-ზე. ამიტომ ესე იგი, S-ისათვის გვექნება V0x-ი გამრავლებული t ფრენის დროზე, ну ეგ შეგვიძლია ფრენის დრო შევიტანოთ, ესე იგი აქა და S-ისთვის გვექნება V0x-ი გამრავლებული ორჯერ V0y შეფარდებული ჟ-ზე. ანდა S-ი არის ორჯერ V0x-ი V0y-ზე შეფარდებული ჟ-ზე. აქედან შეგვიძლია V0y ვიპოვოთ. ეს არის S-ი გამრავლებული ჟ-ზე ორჯერ V0x-ზე. აი ჩვენ V0x-ი გვაქვს, S-ი გვაქვს და V0y შეგვიძლია ვიპოვოთ. ახლა თუ V0y ვიცით, მაშინ H მაქსიმალურს დავუსაზღვრავთ ეგეთი ფორმულით. V0y² შეფარდებული 2ჟ-ზე. ну, ბარემ ჩავწეროთ ეს იგი ეს ფორმულა H მაქსიმალური იქნება. ესე იგი, მოდით ესე S კვადრატი Ž კვადრატი 4ჯერ V0x² 2ჟ-ზე. ეს Ž და ეს გაიკვეცება, იქნება S კვადრატი Ž კვადრატი 8ჯერ V0x-ი. აი ეს იქნება ჩვენი პასუხი. ასეთ კვადრატი აღარ არის აქ. S კვადრატი Ž. 109 ამოცანა. იპოვეთ მაქსიმალური სიმაღლე, რომელსაც აღწევს ქვემეხიდან გასროლილი ჭურვი, თუ მისი ფრენის ხანგრძლივობა 53 წამია. T ფრენის არის 49 თუ რამდენი წერია, ესე იგი 48 წამი არის, 48 წამი. და გვეკითხებიან H მაქსიმალურს. ესე იგი, ფრენის დრო კიდევ ერთხელ წერ არის ორჯერ V0y შეფარდებული ჟ-სთან. აი ხლა ეს საიდან გამომყავს ეს ფორმულა? აი შეხედეთ, აი თქვათ აქედან რა დროში ადის სხეული მაქსიმალურ სიმაღლეზე. ეგ რო გავიგოთ, მოდი დავწეროთ V-ის t-ზე დამოკიდებული ფორმულა. ეს არის V არის y არის V0y minus ჟ-t, იმიტომ რომ შენელებული მოძრაობა არის ვერტიკალურად ზევით. უმაღლეს წერტილში აი აქ რომ მოადის სხეული. მისი V-y სიჩქარე 0 არის, ამიტომ 0 არის V0y minus ჟ-t ასვლის. ეს არის ასვლის დრო, რა დროშია წავა უმაღლეს წერტილში. ესე იგი, t ასვლის არის V0y შეფარდებული ჟ-ზე. ну, სიმეტრიიდან გამომდინარე, იგივე დრო დაჭირდება ჩამოსვლას. ესე იგი, t ჩამოსვლაც არის V0y შეფარდებული ჟ-ზე. ამიტომ ფრენის დრო t ფრენის არის ორჯერ t ასვლის. ამიტომ წერ მე ამ ფორმულას. ეხლა აქედან V0y არის ჟ-t ფრენის შეფარდებული 2-ზე. ხოლო H მაქსიმალური, მერე H მაქსიმალური არის V0y² 2ჟ-ზე. ну, V0y აგერ არის, ესე იგი, ეგ იქნება ჟ კვადრატ t ფრენის კვადრატი
8 ჟ-ზე, ну ეს რვიანი და ეს გაიკვეცება და აი ამ ფორმულას მივიღებთ. h მაქსიმალური არის ჟ ტ ფრენის კვადრატი შეფარდებული 8-ზე. აი ესეთი ფორმულა არის. მეათე ამოცანა. რა ჰორიზონტალური სიჩქარე უნდა მივანიჭოთ სხეულს 8 მეტრ სიმაღლეზე, რომ იგი დედამიწაზე დაეცეს 14 მეწამის სიჩქარით. აი შეხედეთ, ხო, ну ჩავწეროთ მოცემულობა, ეს იგი a-ში არის 8 მეტრი, v არის 14 მეტრი წამში. ну v0x გთხოვენ. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს სხეული იმყოფება r სიმაღლეზე, აი აქა და აქ რაღაცა v0x-ის სიჩქარე უნდა მივანიჭოთ. ესე იგი ეს რო წამოვა, ესე იგი ესე რო დაეცემა, ну სანამ დაეცემა, სიჩქარე იქნება ესე კუთხით მიმართული. ეხლა ეს სიჩქარე შეიძლება ორმდგენელად დავშალოთ. აი ეს არის vx-ი, ეს არის vy. ეხლა x ღერძის გასწვრივ სხეულის მოძრაობა არის თანაბარი. ამიტომ vx-ი ეს იგივე რაც v0x-ი. რაც შეეხება y ღერძის გასწვრივ, აქ არის თავისუფალი ვარდნა არის უსაწყისო სიჩქარით. იმიტომ რომ სიჩქარეს არ აქვს y დგენელი, ну აი თქვათ ეს y ქვევით რომ მიმართო, ხო? ამიტომ a-შისთვის შემიძლია დავწერო, რომ a-ში არის vy კვადრატი შეფარდებული 2ჟ-ზე. ესე იგი, აქედან vy კვადრატი არის 2ჟ a-ში. მეორე მხრივ, ესე იგი, ეს v მოცემული მაქვს, აი ეს v. პითაგორას თეორემის თანახმად v კვადრატი არის vx კვადრატს პლუს vy კვადრატი. vx კვადრატი იგივე რაც v0x კვადრატი პლუს vy კვადრატი. ამიტომ v კვადრატი იქნება v0x კვადრატს პლუს 2ჟ a-ში. აქედან v0x კვადრატი არის v კვადრატს მინუს 2ჟ a-ში. ну, პრინციპში ეს ამოცანა შეიძლება კიდე გაგვეკეთებინა ენერგიის შენახვის კანონით. აი ნახეთ რანაირად. აი ამ პირველ მდგომარეობაში ენერგია უდრის მეორე მდგომარეობაში ენერგიას. ეს თუ ავირჩიეთ ნულოვან დონედ დედამიწის ზედაპირი, ხო? მაშინ პირველ მდგომარეობაში სხეულს აქვს e პირველი, ეს არის mv0x კვადრატ ნახევარი. პლუს mž a-ში, იმიტომ რომ r სიმაღლეზე არის. მეორე მდგომარეობაში სხეულს აქვს კინეტიკური ენერგია mv კვადრატ ნახევარი. აი ეს ენერგიები შეგვიძლია გაუტოლოთ ერთმანეთს. mv0x კვადრატ ნახევარი პლუს mž a-ში უდრის mv კვადრატ ნახევარს. 2-ზე გავამრავლოთ ყველაფერი, v0x და m-ზე შეგვიძლია გავკვეცოთ. ამიტომ v0x კვადრატი იქნება, ну ახლა ეს გადავა იქეთ ხარეს და v კვადრატს მინუს 2ჟ a-ში. აი აქედან, ну ხო და მე ფესვს ამოვიღებთ, ესე იგი v0x-ი იქნება ფესვი v კვადრატს მინუს 2ჟ a-შიდან ფესვი. 111 ამოცანა. ზარბაზნიდან ჰორიზონტისადმი 60 გრადუსიანი კუთხით გასროლილი ყუმბარის სიჩქარეების ვექტორი 20 წამის შემდეგ ჰორიზონტთან ადგენს 30 გრადუსიან კუთხეს. იპოვეთ ყუმბარის საწყისი სიჩქარე. ну 111. ну დავხატოთ ისევ, ესე იგი თქვათ ეს არის საწყისი კუთხე ალფა 0 არის 60 გრადუსი და ალფა არის 30 გრადუსი, t არის 20 წამი. ხო, ეხლა, ну დავხატოთ სურათი, ესე იგი, ხო? ეს არის ალფა 0, 60 გრადუსიანი კუთხით ისროლეს სხეული, ესე იგი, ну მისი ტრაექტორია არის პარაბოლა. ნელ-ნელა ეს კუთხე მცირდება და რაღაცა მომენტში კუთხე შეადგენს 30 გრადუსს. ეს იყო ალფა 0, ეს არის ალფა. ეს დრო ვიცით რომ არის 20 წამი. ხო,
ეხლა მოდი დავწეროთ დავშალოთ ეს სიჩქარეები მდგენელებად და ვენოლი თუ აღვნიშნე საწყის სიჩქარე, ეს იქნება V0x-ი, V0x-ი ეს არის V0 კოსინუს ალფა, ხოლო V0y-ი ეს არის V0 სინუს ალფა. ხო, ეხლა აი აქ კუთხე 30 გრადუს, სხვა კუთხე შეადგინა, ესე იგი, აი აქ შეგვიძლია სიჩქარე ისევ დავშალოთ მდგენელებად და გვექნება Vx-ი არის V0 კოსინუს ალფა 1, ხოლო Vy-ი იქნება V0 სინუს ალფა 1. ხო, ეხლა მეორე მხრივ, ესე იგი, ეს Vy იქნება, ხო, პირველ რიგში მოდი დავიწყოთ იმით, რომ x ღერძის გასწვრივ მოძრაობა თანაბარი არის. ამიტომ Vx-ი ემთხვევა V0x. ესე იგი, ეს ვიცით ჩვენ. რაც შეეხება y ღერძის გასწვრივ, მან სიჩქარე დროზე დამოკიდებულების ფორმულა ეგეთი არის. Vy არის V0y minus gt. V0y minus gt. ხო, მოდი დავწეროთ, ესე იგი, რისი ტოლი არის აი ამ კუთხის ტანგენსი. ესე იგი, ტანგენს ალფა. ალფა არის 30 გრადუსი. ეს არის Vy-ის შეფარდება Vx-თან. ხო, აქ შემთხვევით V0 მეწერა, V არის. Vy, რადგან y ღერძის გასწვრივ არის თანაბარ შენელებული მოძრაობა ჟ აჩხარებით, ეს იქნება V0y minus gt. Vx-ი კი ეს არის V0x-ის ტოლი, იმიტომ რომ x ღერძის გასწვრივ მოძრაობა თანაბარი არის. ეხლა V0x-ი და V0y-ი აგერ გვიწერია. ეს არის ტანგენს ალფა 1. და გვექნება ტანგენს ალფა 1, ეს არის 30 გრადუსზე ტანგენსი, ეს არის 1 შეფარდებული ფესვი 3-თან. მე დავწერე, რომ ტანგენს 30 გრადუსისა. ეს არის V0y არის V0 სინუს 60 გრადუსზე მინუს gt. ბოდიში V0, ხო, სწორია, სინუს გრადუსზე მინუს gt შეფარდებული V0 კოსინუს 60 გრადუსზე. შევიტანოთ ეს იგი აქა, ეს სინუს 60 გრადუსზე და კოსინუს 60 გრადუსზე. მექნება 1 შეფარდებული ფესვი 3-თან, იქნება V0 სინუს 60 გრადუსისა ფესვი 3-დან 2-ზეა მინუს, ჟ არის 10, ტ არის 20, ესე იგი მინუს 200 შეფარდებული V0 კოსინუს 60 გრადუსისა არის 1/2. აი ამ განტოლებიდან, ესე იგი, ამოვხსნით ამას. მოდით მე ამოვხსნი ამას. გადავწერ ამას კიდევ ერთხელ. 1 შეფარდებული ფესვი 3-თან, ეს არის V0 ფესვი 3-დან 2-ზე მინუს 200 შეფარდებული V0 1/2. მოდით ესენი საერთოდ ეს 1/2 2-ზე გავამრავლოთ მრიცხველიც და მნიშვნელიც. მექნება 1 ფესვი 3-თან არის V0 ფესვი 3-თან მინუს 400 შეფარდებული V0-ზე. გადავამრავლოთ ჯვარედინად. V0 უდრის V0 ფესვი 3-დან გამრავლებული ფესვი 3-ზე მინუს 400 გამრავლებული ფესვი 3-ზე. ანუ მექნება, ესე იგი, 400 ფესვი 3-ზე უდრის, ეს არის 3 V0 მინუს V0, ესე იგი 2-ჯერ V0. ასე რომ V0 იქნება 200 ფესვი 3-დან გაყოფილი 2-ზე. ეს იყო
111 ამოცანა. ეხლა 112 ამოცანა. 8 კილომეტრ სიმაღლეზე თვითმფრინავი ჰორიზონტალური მიმართულებით მიფრინავს მუდმივი სიჩქარით. მიზნიდან 6.91 კილომეტრ მანძილზე ჰორიზონტის გასწვრივ ჩამოგდებული ყუმბარა ზუსტად ხვდება მიზანში, განსაზღვრეთ თვითმფრინავის სიჩქარე. დავხატოთ ესე იგი სურათი, აი თქვათ აქ იყო თვითმფრინავი, რაღაცა სიმაღლეზე, ეს A-ში არის 8 კილომეტრი, ეს არის მიზნამდე მანძილი 6.91 კილომეტრი. ხო, და ესე იგი მიზანი სადღაც აქ არის. ესე იგი ახლა თვითმფრინავმა გადმოაგდო ყუმბარა, ყუმბარის სიჩქარე ემთხვევა თვითმფრინავის სიჩქარეს, წამოვიდა ეს ყუმბარა და ზუსტად დაეცა მიზანს. ახლა რა დროში ჩამოვარდებოდა ესე იგი ეს ყუმბარა? ამისათვის დავწეროთ აი ამ Y ღერძის გასწვრივ მოძრაობა, აი Y ქვევით მიმართოთ. არის თანაბარ აჩქარებული მოძრაობა უსაწყისო სიჩქარით და არის ჟ აჩქარებით. A-ში არის ჟტ კვადრატ ნახევარი. ასე რომ დრო რა დროშია ჩამოვარდება? 2A-ში შეფარდებული ჟ-ზე არის. მეორე მხრივ აი ეს მანძილი ეს 6.91 კილომეტრი არის. ამ მიმართულებით მოძრაობა თანაბარი არის. ასე რომ ეს იქნება აი ეს V თვითმფრინავისა გამრავლებული T-ზე. და რა სიჩქარით უნდა მოძრაობდესო თვითმფრინავიო, ესე იგი თვითმფრინავის სიჩქარეო. რომ მოხდეს ზუსტად. ასე რომ V თვითმფრინავის იქნება S-ი შეფარდებული T-სთან, ანუ S-ი შეფარდებული ფესვი 2A-ში ჟ-ზე. ეხლა 113 ამოცანა. 8 კილომეტრ სიმაღლეზე 720 კმ/სთ-ში სიჩქარით ჰორიზონტალური მიმართულებით მიფრინავს თვითმფრინავი. სამიზნიდან რა მანძილზე უნდა ჩამოვაგდოთ ყუმბარა, რომ მიზანში მოხვდეს. ნუ ისევ A-ში არის 8 კილომეტრი, V სიჩქარე არის 720 კმ/სთ-ში და ახლა აქ ეს გვეკითხებიან. ნუ აქ ანალოგიური ფორმულა არის, S-ი არის V თვითმფრინავის გამრავლებული T-ზე, ეს T არის კვადრატული ფესვი 2A-ში ჟ-ზე და აქედან მივიღებთ S-ი არის V თვითმფრინავისა ფესვი 2A-ში ჟ-სთან. მე-14 ამოცანა. ბურთის გადაგდების L სიშორე უდრის მისი A-ში ასვლის სიმაღლეს, რა კუთხით ისროლეს ბურთი. ესე იგი, რაღაცა V0 საწყის სიჩქარე ქონდა ბურთს და ესეთნაირად გადავარდა, აი ეს სიმაღლე უდრის სიშორეს. ეს. ნუ გამოვიყვანოთ ესე იგი ეს სიშორის და სიმაღლის ფორმულები. საწყის სიჩქარე დავშალოთ ორდგენელად, ეს არის ალფა, ეს არის V0x-ი, ეს სიჩქარე არის V0y. საწყისი სიჩქარის მდგენელებია. ეხლა A-ში მაქსიმალური რა მაქსიმალურ სიმაღლეზე ცავას სხეული, ეგ არის V0y კვადრატი შეფარდებული 2ჟ-სთან. ეხლა რაც შეეხება სიშორეს, ეს არის V0x-ი გამრავლებული T ფრენის დროზე. ფრენის დრო ჩვენ უკვე არაერთხელ დავწერეთ, რომ არის 2ჯერ T ასვლის დრო. ანუ 2ჯერ V0y შეფარდებული ჟ-სთან. შევიტანოთ ამაში და S-ისთვის გვექნება V0x-ი გამრავლებული 2ჯერ V0y-ზე შეფარდებული ჟ-სთან. ეხლა აქ გვითხრეს, რომ A-ში S-ის ტოლი არის. და გვეკითხებიან რა კუთხით ისროლესო სხეული. გავუტოლოთ A-ში S. ეს კი V0y კვადრატი 2ჟ-ზე უდრის 2ჯერ V0x-ი გამრავლებული V0y-ზე შეფარდებული ჟ-სთან. ეს ჟ-ები გაიკვეცება, V0y კვადრატი და S გაიკვეცება და მივიღეთ, რომ
V0y არის 4-ჯერ V0x-ის ტოლი. ეხლა გამოვსახოთ V0y, როგორც V0y ეს არის V0 სინუს ალფა, ხოლო V0x ეს არის V0 კოსინუს ალფა. შევითანოთ ამაში V0 სინუს ალფა უდრის 4-ჯერ V0 კოსინუს ალფა. V0-ები გაიკვეცება, ორივე მხარე გავყოთ კოსინუს ალფაზე, ტანგენს ალფა უდრის 4-ს. ესე იგი ალფა არის არქტანგენს 4-ისა. აი ამ კუთხით გაისროლეს ეს სხეული. 115 ამოცანა. ქვა გასროლია ჰორიზონტალური მიმართულებით. 3 წამის შემდეგ სიჩქარის ვექტორმა ჰორიზონტთან შეადგინა 50 გრადუსიანი კუთხე. იპოვეთ ქვის საწყისი სიჩქარე. აი ქვა გაისროლეს ეგეთი რაღაცა V0 სიჩქარით. და 3 წამის შემდეგ ქვამ შეადგინა ესე იგი 50 ეს კუთხე არის 45 გრადუსი. ეხლა სიჩქარე თავიდან V0 არის, ეხლა V არის. მოდი დავშალოთ ეს სიჩქარე ორდგენელად. აი ეს კუთხე ეს ალფა აღნიშნოთ და დავწეროთ რომ ტანგენს ალფა ეს არის VY შეფარდებული VX-თან. რაც შეეხება VY-ს ესე იგი ეგ არის თავისუფალი ვარდნა Y ღერძის გასწვრივ. ამიტომ ეს არის ჟტ შეფარდებული VX-ი. VX-ი ეს V0 არის. ხო და ნუ ახლა ტანგენს 45 გრადუსზე 1-ის ტოლია. ამიტომ 1 უდრის ჟტ შეფარდებული V0-ზე და V0 იქნება ჟტ-ის ტოლი. აი ეს არის ამ ამოცანის ამოხსნა.